რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. მათ შორის ჭყონდიდელის სახელობის უბანში საავტომობილო გზისა და სანიაღვრის სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გრანელის, გიორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზეც. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალური სერვისების ცენტრი დაათვალიერა, სადაც რუსთაველები 100-ზე მეტ სხვადასხვა სერვისს ერთ სივრცეში იღებენ. ეს პროექტები მოსახლეობის ძალიან დიდი ხნის მოთხოვნა იყო და დარწმუნებული ვარ ამ პროექტების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება თითოეულ აქ მაცხოვრებელს ყოველდღიურობა გახდება უფრო გადაადგილება უფრო კომფორტული და დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ემსახურებოდა სწორედ ამ სამუშაოების ადგილზე გაცნობას. ამ ქუჩებზე ფაქტიურად საგზაო ინფრასტრუქტურა არასდროს არ ყოფილა მოწესრიგებული, არ იყო სანიაღვრე სისტემა, უხვი ნალექის შემთხვევაში ხდებოდა როგორც საავტომობილო გზის საფარის, ასევე აქ არის კერძო სახლები და ხდებოდა დატბორვა. სამუშაოები არის აქტიურ ფაზაში შესული, კონკრეტულად მცხეთა-ნიკრასოვის სამშვიდობის ქუჩებს სამუშაოების ვადა ეწურებათ სექტემბრის თვეში.